მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. მეგობრებო, თავადაც ნახეთ, რომ ნაცმოძრაობა, რომელმაც ფაქტობრივად თავისი ყველა რესურსი ამოწურა, დაემსგავსა იმ ძალას, რომელიც მარგინალსაც ვეღარ უწოდებდა გამარგინალებულსაც, იმიტომ რომ უკვე ესენი არიან აი ბონჟებივით იქცევიან, ბონჟებივით კრიბავენ ხალხს. ყვირიან, წივიან ეს ახალგაზრდა გოგოები, რომლებსაც გოგოები ცოტა ზედმეტია რო უწოდოთ. 31 მარტი იყო მათთვის რაღაცა თითქოს ისეთი დღე, რომ მთელი საქართველო უნდა დაეძრათ. აი ნახავთ ამ დღეს რა გვემუქრებოდნენ, მიწა იძრებაო, თითქოს აი ესეთი ისინი ლოზუნგები იყო. და ვნახეთ, რომ თავად ნაციონალებმა ერთმანეთს გინება დაუწყეს აქციიდან რამდენიმე წუთში ბარამიძემ განცხადება გააკეთა, იგივე მოვისმინეთ ზურაბიშვილისგანო, ეს გამწარებული იყვნენ დაპატიმრებული ოჯახის წევრები და იმუქრებოდნენ ამისთვის გამოიყვანეთ ხალხიო. მე ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ესენი ერთმანეთს დაჭამენ, იმიტომ რომ ხედავთ დაინახეს იმ ხალხმაც, რომლებიც ქუჩაში გამოყავდათ და იმ აქციების დროს დაპატიმრებული იქნეს, რომ ეს არის ძალა, რომელიც არის ფაქტობრივად არაფრის მაქნისი, არაფრის გამკეთებელი და ამიტომაც არის, რომ ძალიან მალე მათ წერტილი დაესმევა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით არაკონსტიტუციურად იქნება ცნობილი ნაცმოძრაობა და მათი სატელიტები და ჩვენც დავიშვენებთ. თქვენც დაისვენებთ და ტრიფონიც დაისვენებს, რომ იმისი არ იყოს ნათქვამი, ყველა დაისვენებს, იმიტომ რომ ბოლო აი ამათ სახეებს რო ვერ დავინახავთ, ესეც რაღაცა იქნება დიდი შვება ჩვენი ქვეყნისათვის, იმიტომ რომ აღარ შეიძლება ადამიანებს ნერვებს აწყვეტდეს ერთი და იგივე ძალა და ეს მარგინალებიც, რომლებიც ქუჩაში დაწრწიან, ბოლო სახში შევლენ და ოჯახებს მიხედავენ. ხალხი გამოდის და მაგალითად დიასახლისი ქალბატონი გამოდის, ლაპარაკობს, მეო შვილიც დავტოვეო, ქმარიც დავტოვეო და აგერო 40 დღეა ქუჩაში ვარო. შედალოცილო 40 დღე ქუჩაში რო ხარ, წადი შვილს მიხედე, ქმარს მიხედე, ოჯახი მაინც არ დაგენგრას, სააკაშვილის პარტია დაგენგრა თავზე და ოჯახს მაინც გაუფრთხილდით ხალხო, ოჯახს. მაგრამ ნუ არ ვიცი, ფიქრობ რომ ჩვენ გველის კიდე მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობას ალბათ წერტილს დავუსვამ, თლათ იავარდებით მოფენილი არ იქნება ჩვენი გზა ქვეყნის განვითარებისა და გაერთიანებისკენ, მაგრამ ერთ შავჭირს კი ნამდვილად მოვიცილებთ. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ჩვენს სტუმართან ერთად, ტრადიციულად ჩვენი გადაცემის სტუმარი, ანალიტიკოსი, დამოუკიდებელი ექსპერტი, ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილია. მოგესალმებით, ქალბატონო მაია. მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის, ბატონო ნიკოლას. აი, ქალბატონო მაია, თქვენც ნახეთ ალბათ, ჩვენ ახლა გუშინაც ვლაპარაკობდით ამ თემაზე და ეს შეკრებილი იყვნენ 31-ში დიდი ზარზეიმით ეს აქცია ჩაატარეს ეს ომის ვეტერანებისა და ჩვენი გმირების სურათებიც გამოიტანეს, უნდათ ეხლა ვითომ ამითი სპეკულირება გააკეთონ, ვითომ ანწუხელიძე რო გმირია, ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ან ჩვენთვის არ არის გმირი, ვითომ ისეთ რაღაცებს იძახიან, რომ აი რაღაცა თვითონ ვინმე ეწინააღმდეგება, ფაქტი არის, რომ რაღაცნაირად მე მგონი აი მე არ ვიცი, აი უკვე ნულს ქვემოთ არიან, უკვე აი პულსი რო არ ესინჯება იმას, რა ქვია, ადამიანს, აი უკვე მათი მდგომარეობა ალბათ აი ესე შეიძლება შეფასდეს. სამწუხაროდ ასეა, ბატონო ნიკოლოს, მე ვუყურებდი იმას თუ რას აი ხა გამოსვლას უყურებდი სალომე ზურაბიშვილისა. მაინტერესებდა უბრალოდ ეს ქალი რას იტყოდა. აქციაზე გამოვიდა, ნუ თავისი ჭერმეტყველებით რა თქმა უნდა, ერთი სიტყვა ვერ თქვა, ტექსტ ვერ მოშორდა, იმასაც შეცდომებით კითხულობდა, მაგრამ მე მივაქციე ვიზუალს ყურადღება. ვიზუალი იყო ძალიან უცნაური, მას ჩვევია ფერების სიმბოლიკის გამოყენება. გახსოვთ, როდესაც ინაუგურაცია და ეს საქართველოს დროშის ფერებში იწმევდა ხოლმე. ეხლაც
საქართველოს დროშის ოღონდ ზიად გამსახურდია დროინდელი. აი იმ დროინდელის საქართველოს დროშის ფერებში იყო ფაქტიურად დღეს გამოწყობილი. რა ვიცით, აი და საუბრობდა იმ პერიოდზე, როდესაც ძალიან კარგად ვიცით, რომ ხა მე ალბათ ვერ გავხდები დამცველი, იმიტომ რომ მე თვითონ ბჭყალებში ასე თქვა ზვიადისტი მე არ ყოფილვარ, მაგრამ ვიცი რომ ის ებრძოდა. მე ნეიტრალური ადამიანი მაინც ვიყავ, მაგრამ ვიცი რომ ის ებრძოდა ღიად. და დღეს გამოდის და ფსევდონიმით წერდა სტატიებს, ვიცით რომ. კი ბატონო, და იმ დროინდელი საქართველოს დროშის ფერის კოსტიუმი ეცვა და იმ ფერში იყო რა, ეს დროშების ფერები ვეღარ მოიშალო, უტარო დროშასავით დარჩა. უსკამო პრეზიდენტი უტარო დროშასავით, ეხლა სხვა დროშის ფერებში არის. იცით რა არის, ეს იმდენად როგორ გითხრათ, ისეთ საწყალობელი საყურებელი იყო, რომ მას ერთი ისიც არ ქონდა შინაარსიანი გამონათქვამი. აი რა უნდოდა, რატომ ილაპარაკა? ამდენი მშრალი ნაშთი ხომ არსებობს, ადამიანი გამოდის და მშრალი ნაშთია. მისი გამოსვლა რაღაც უნდა დარჩეს. აი მიმაღლეთად ვერაფერი ვერ გავიგა, გარდა იმისა, რომ ცოდვილობდა, წვალობდა და ეხა ვერ კითხულობს ეს ქალი ქართულად და რატო წვალობს, რატო აწვალებენ, ვერ ხვდები. მოკლე მაინც დაუწერონ რაღაც ამხელა სიტყვის დაწერას. ნუ აი სრული უაზრობა იყო, ჩვენ ერთად ვარ, ჩვენ ერთად ვიქნებით, ბალტიისპირელებმა მოკითხა დამაბარეს ხალხთან, მე თქვენ წარმოგადგენდა, ნუ რაღაც აი ძველი, როგორ იცით, რომ აი ძველი პლასტინკებიო რო იყვიან, ფირფიტები რო იყო, რა სულ ერთი და იგივეს რო უკრავდა. აი რო ეს ერთი და იგივეს რო უკრავს, გადაატრიალონ მაინც ეს ქალი და რაღაცა სხვა მაინც ათქმევინო. აი ესეთი ეფემერული იყო ეს ყველაფერი და ის ხალხი რომელიც იქ მიდის, ნუ თუ ისინი რაიმე მუხტს იღებენ, ნუ თუ მათ რაიმე იმედი აქვს. აი ეს ვერ გავიგე, რატო იტყუებენ თავს? აი ხო, ეხა ბევრი ხო კიდე იტყუებს თავს და როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი ამ ილუზიებში ყოფნა? თან აშკარად ეს ხო გენვეთ იმ ნაფ-ნაფის სახლი რო არის, თივის სახლი დაინგრა ეს ამათი ილუზია და ნუ ვეღარ უნდა მიხვდე რომ აღარ არის ეს ისტორია. ეხლა მაგენი ერთმანეთს დაერევიან, მე არ გამიკვირდება, აი გახსოვს ლობიო საჭმელად რო წავიდა ეგა და რომ მიუვარდა ხალხი და რო არ უშვებდნენ მაშინ პრეზიდენტად წოდებული, კიდე რაღაცა ცოტა აზროვნებდა და იმ ლობიოში კი ნაღამ ჩააყუდეს იქ ქვაბში და ეხლა უკვე ისე ემუქრებიან იმ დღეს გამოვიდა ეს ორჯონიკიძის ქალიშვილი. ხო და ყველას აგინა ესენი მოღალატეებიო, იქ კიდე ვიღაცა გამოხდა მაგათი ეს ოდიოზური ფიგურები. ესენი ერთმანეთს დაერევიან, ჩვენ ეხლა აი ბევრი დიდი სანახაობა გვმართებს რომ ნახოთ, იმიტომ რომ ფაქტია რომ იყო რაღაცა დიდი მასა ერთი პერიოდი და ეს მასა როგორც აი გუნდა მოდის და მე ნელ-ნელა იკლებს, აი ესე ფაქტია რომ თვალსა და ხელშუა რაღაცა თუ რეიტინგი აქვს, თვითონაც მოკლეს, იმიტომ რომ ხალხს ეხლა დაანახეს, რომ ხალხმაც დაინახა, რომ ესენი არაფრის გამკეთებელი, ესენი მარგინალები არიან და ესენი არიან მატყუარები და ნაძირლები. ეს თვითონ ნაცებმაც დაინახეს, ვინც ნაცების რაღაცა. ერთი აკლიათ, რომ აი როგორც გარკვეული ჯგუფი იყო და იუდას რო ყვიროდა, სამსახურში რო დადიოდნენ და ყვიროდნენ, აი ამის ეს აკლიათ რა. მე ვერ შევადარებ იმ ხალხს რაღაც იდეა მაინც ქონდა. არა, გასაგებია, მაგრამ ესენი არიან უკვე არ ვიცი, გაკოტრებულები და ერთმანეთს დააყრიან. თან პარტიაც ეშლებათ უკვე, აი პოლიტიკის მიღმარჩებიან, ეხლა მათ მეტი რა საქმე აქვთ, ეხლა უკვე ამ პარტიით სპეკულაციას ხალხს ფულებს არიცხირებდნენ უცხოეთი და მეტი რა შეუძლიათ. NGO-ებსაც დაფინანსება უწყდება და პარტიასაც, აი რა უნდა გააკეთონ ერთი როგორც მაინტერესებს. ისიც რა არის, შინაარსისგან ხო დაიცალენ. საინტერესო თქვენ თქვით რომ ეხლა უყურებთო, მაგრამ სანახაობრივათაც არ არიან საინტერესო საყურებლები, ხო გეუბნებით. ხელფას ეხლა ის ნახეთ წარმოიდგინეთ პარტია რომელიც აიგრძალება და ისინი ამ პარტიის ხორცს წარმოადგენდნენ. ბექგრაუნდი მათი რა იქნება ბიოგრაფიაში რა უნდა დაწერონ და ვის ჭირდება ადამიანი აკრძალული პარტიიდან. ეხლა წარმოიდგინეთ რა, თან ფანატიკოსი უშინაარსო აბსოლუტურად ხვის მესიჯებზე აწყობილი ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი უკვე აღარ გააჩნია. ისინი ისეთი დაშტამპულები არიან, ისეთი დაშტამპულები, ხო გენ ჭადრაკის ფიგურის პაიკები რო არიან, ისე გვანან ერთმანეთს რა. მათი მომავალი, რა თქმა უნდა, ხვალინდელი დღე ხა ტრამპის ამერიკაშიც არ წესვლებათ. მათი პერსპექტივა ეს არის და მართლა ძალიან მძიმე არის მისი მდგომარეობა, მაგრამ იმის ამაგიროთ რომ გაიაზრონ და აღარ გააღიზიანონ საზოგადოება თავისი აი ამ სისულელები და სიგიჟეებით, კიდე ნუ ამას ვერ ხვდებიან, არ ვიცი მე ესეთი დესტრუქციული და თან ესეთი უაზრო ადამიანების ჯგუფი იშვიათად თუ მენახოს რა, ამას ჯობია
ხო გეუბნებით მაშინ რო არის ნატროს ხეში აი ესე იარონ და რევოლუცია მოდის ფაქტურად იმას დაემგვანეთ რევოლუცია მოდის ბავშვები რო ჩამწკრივდებიან აი იგივე არის ფაქტურად ეს არის ამას ვხედავთ რა უფრო ჭკვიანურს ვერაფერს ვერ ვხედავ მაგრამ რა იცით უბრალოდ ეს არის რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება თქვენი აზრით აი ეხლა ჩვენ მართლა ძალიან მალე მართლა აი სუყოველთის მე ხალხი ზოგჯერ წერს ხოლმე კომენტარებში რომ არ გვინდა ამ ნაცებზე ლაპარაკი რა ვქნა რა გავაკეთო მეც არ მინდა მაგრამ იძულებული ვარ ოპოზიციურ სპექტრი წარმოდგენილია ამითი ეხლა სამწუხაროდ საქართველოში არის პარტიები რომლებიც სტუდიიდან ვერ გამოდიან არის პარტია ქვია და არიან სატელევიზიო პარტიები მხოლოდ ტელევიზიაში ზიან და ტელევიზიის მიღმა რამე აქტივობები ნაკლებად აქვს მაგრამ ეხლა უკვე ეს ხვალინდელი დღე იქნება ნაცმოძრაობა და აი ჩვენ ეხლა იმ დღეს დინარაძე რო გამოვიდა თქვენც უსმინეთ ალბათ და თქვა რომ ბევრი ახალგაზრდას მიეცემა შანსი ახალი პარტიები წარმოქმნა აი ამას რა კომენტარს გავუკეთებდით ეხლა რამდენად აი მოსალოდნელია ეს იმიტომ რომ მე არ მინდა ხალხს იმედები გაუცრუდეს და შეიქმნას პარტიები რომლებშიც კიდევ ისევ დრომოჭმული ხალხი იქნება და დაერქმევა რომ ახალი ძალაო და ახალი ხალხიო და ამ დროს კიდევ ის თქვენ გააქვთ იმედი რომ საქართველოში როდესაც ეს ნაცები და მათი ანასხლეტები გავლენ პოლიტიკური რაღაცა გარკვეული ორბიტის მიღმა რაღაც რა მართლა ჩვენ ახალ სახეებს ახალ პარტიებს ნახავთ რამდენად რეალურია რეალურად ბატონო ნიკოლოზ ეს ყველაფერი დაფინანსებაზე კიდია და ხელოვნურად შექმნილი არც ახალი პარტია ვარ არც ახალგაზრდების არც ძველგაზრდების ხო ხელოვნურად შექმნილი არაფერი არ ვარ და თუ ბუნებრივად შეიქმნება კი თუ ასპარეზი მართლა გათავისუფლდება რა თქმა უნდა კარგი იქნება არ ვიცი ვერ გეტყვით მე უფრო მაქვს ცოტა სხვა იმედები რომ აი ეს კომისია რომელიც გამოცხადდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართავს და მართლაც ამის იმედი მაქვს რეჟიმი რომ და შეფასდება ამის იმედი მაქვს ის რომ ეს კომისია არ დაასრულებს ამ ყველაფრით და ფაქტიურად საქართველოს უახლეს ისტორიას დაწერს მე ამის იმედიც მაქვს ყოველ შემთხვევაში ისეთი რაღაც არის მე დღეს ახლა ჩემი პროფესიული საქმე მქონდა და ვერ უყურე ემზარკვიციანს ახლა დავждები და აუცილებლად ახლა გონე დროს ნახავ და აუცილებლად უნდა უყურო ანუ რომ გამოტოვებ უკვე გაკლია იმდენად მნიშვნელოვანი რამზარმა იქ მოგონებებზე ჩვენ მე მოვისმინე ილაპარაკა რომ მაგალითად სხვათა შორის აი ეს კომისია მე თუ მკითხავ აი მაშინ ისე კოდორის თემა მაინტერესებს კომისია ნუ ილაპარაკა რომ აფხაზებთან როგორ ურთიერთობაში იყო იქ და რომ აი რაღაცა შეთანხმებას მიაღწია და ძალიან ისეთი ემოციური იყო რომ ჩვენო იქო რუსის გენერალმა რომ მოისმინა ის რომ რაღაცა მეო ვაძლევდიო ტყვეებსო უნებლათო აფხაზებსო და ისინიო პირიქითო ჩვენ ტყვეებსო ცუდად ექცეოდნენ ხელი ჩაუმართო მითხრა ამის მერე თიცარავინ არ ვახლებთო მერე იქო ჩვენო აფხაზებთანო ერთათო ვიმღერეთო და აფხაზებს ცრემლები წამოადგავ და იცით რა არის ასეთ რაღაცას რო ისმენენ აფხაზებიც ოსებით მე ერთ რამეს ვიტყვი აი ეს ნაძირლები რო გამოდიან აი ეს ყოფილი ჯარისკაცები და ვითომ რო ომში იბრძოლობდნენ იმიტომ რომ ზოგიერთ ომში გენერლობა იმ ზუგდიდის და ფოთის აღებისთვის აქვს მიღებული აი იცით რა არის ბევრი რო ისმენს მე ვფიქრობ რომ ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს პირიქით აი ზუსტად და რა ის რომ ესენი რო იძახიან რომ თქვენო ოსების და აფხაზების გულის მოგებასო პირიქით ოსები და აფხაზები რო დაინახავენ რომ აქ ქართველი ხალხი კი არ ეომებოდა ვინმეს და ჩვენ რეალურად ვინმეს წინააღმდეგ ეს იყო ერთი ნაძირალა ხროვა და ქართველი ხალხის ნებლა აქ არ ყოფილა თან კომისიაზეც გაჟღერდა არაერთხელ იმ ქარელის მხრიდან შიდა ქართლის გუბერნატორი იყო იგივე სხვების რომ ამერიკელები აქეზებდნენ სააკაშვილს და ამერიკელები იდგნენ და ეს მე ვფიქრობ იგივე აი აფხაზებზე რო თქვა ემზარმა გინაის ხვებმა ჩვენ პირიქით აფხაზების და ოსების გულებამდე მისასვლელ გზებს ნახულობ და არა ის რომ რუსებს ვამ თვითონ ხელი მოაწერეს იმ ეროსაბჭოს დოკუმენტს რომ თვითონ გააკეთეს მაგათმა ვიღაცების მაამებლური ქმედება და ჩვენ მე ვფიქრობ ამ კომისიას აქვს ძალიან ბევრი დატვირთვა პირველი ისჯება ის ადამიანები ვინც ჩაიდინა დანაშაულებ მეორე რომ ჩვენ აფხაზებს და ოსებს ვანახებთ რომ ეს არ ყოფილა ეს ომი მათ წინააღმდეგ და აქ ერთი ნაცხროვა იყო მარტო ჩართული კი ბატონო და დასავლეთის წაქეზებით დაწყებული 90-იანი წლებიდან და თითოეული ასეთი კონფლიქტი იცით ფიქრობდი კიდეც რომ აი წარმოიდგინეთ ბატონო ნიკოლოზ უბრალოდ ერთი წუთით აი ჩემთან ერთად იფიქრეთ რა საჭირო იყო ჩვენი და ჩვენ საქართველოსთან დედა საქართველოსგან აფხაზეთის და
მაშინდელი სამხრეთ ოსეთის მოგლეჯა რა საჭირო იყო. აი ერთი წუთით დაუშვით რომ ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. კონსტიტუციაში აი იმ მდგომარეობაში, როდესაც სამი ავტონომიური რესპუბლიკა იქნებოდა საქართველოში აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და აჭარის, თქვენ აი ფიქრობთ რომ ნატოსკენ სწრაფვა და ევროკავშირის აი ესეთ ოცნებად კომუნიზმად გამოცხადება ჩაიწერებოდა კონსტიტუციაში. ამერიკული ჩექმა აი ესე იბოგინებდა, ჩექმა იყო ის, რა მნიშვნელობა აქვს ისი ჩექმა. როდესაც აქ ამერიკელი შემოდიოდა და თუნდაც ქართველი მოეკლა, ხო პასუხს არ აგებდა, წარმოიდგინეთ ეს საოცარი კოლონიური იმას ამას ხო არ დათანხმდებოდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მოსახლეობა, ხო? იმიტომ რომ მათ ძირითადად მაინც რუსეთთან კავშირები ჰქონდათ და ისინი ამას არ დათანხმდებოდნენ. ამიტომ ჯობდა მოეგლიჯათ ჩვენგან, ჩვენ გადავმტერებოდით ერთმანეთს, რომ მე აი ესე გამოვეყენებინეთ, როგორც გამოგვიყენეს. როცა დაგვანგრევინეს ჩვენი ყველაფერი ჩვენი ხელით. მოგვასყობინეს და მე უცებ დენი რომ მოვიდა გაგვეხარდა, ვითომ გამოქვაბულის ადამიანები ვიყავით, ხო? ამ დროს სინამდვილეში ეს ყველაფერი ქონდა, რაც წაგვართვეს და მე უცებ თავიდან მოგცეს და დედა რა ბედნიერება სინათლე დაინახეს ბავშვებმა. წარმოიდგინეთ რა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ ყოფილიყო საქართველოს შემადგენელი ავტონომიები, ჩვენ აი კონსტიტუცია სააკაშვილი მაგიტომ მოიყვანეს, სააკაშვილი ვერ იბოგინებდა. არა, სააკაშვილი ზუსტად მაგიტომ მოიყვანეს, რომ ზუსტადაც ეს ტერიტორიები არ ყოფილიყო საქართველოს შემადგენელი ნაწილი, თორე თქვენ ხო გახსოვთ, კაცო, 2003 წელს სააკაშვილის მოსვლამდე ხალხი დადიოდა ცხინვალში ნომრების ასაღები. მაგალითად, მამაჩება ცხინვალში აიღო ნომრები იქ, იმიტომ რომ იქ უფრო გაცილებით ხელსაყრელი იყო, ხალხი თეატრში დადიოდა მაგალითად იმისთვის, რომ რა ქვია, ნომრები და არა ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობები ქონდა აბსოლუტურად და აი და მე კიდე ჟანგიან ტანკებს ვინ ეძახდა, კაცო, ვინ? კარგით რა. აი ერგენეთის და შერიგებული ვიყავით, ოსები მოდიოდნენ. ეხლა მე ვიყავი ვლადიკავკაზში. აი ამაზე თბილი ხალხი, ოსებზე თბილი ხალხი არ არსებობს. ოსებთან ჩვენ საერთოდ რა გვაქვს გასაყოფი მაინტერესებს რა. ეგეთი აი არ ვიცი, მოსკოვში ვიყავი, ვლადიკავკაზში, აი სიყვარული, სითბოთი, ჩახუტებით ერთმანეთის მიმართ, აი არ ვიცი, უამრავი ერთი ბატონი ვალიკო გავიცანი მოსკოვში ვედენხაზე და ისეთი თბილი კაცი იყო, ესე იგი ჩემი გადაცემის როგორი მაყურებელი ეხლაც გვიყურებს დარწმუნებული ვარ და ყველა ჩემი სტუმარი იცის, მეუნებოდა იმას რატო არ იწევ, ამას რატო იწევ, იმას, ესე იგი ყველა გადაცემ მე არ ვიცი, ზოგჯერ ვინ მყავს სტუმარი, მაგარ რო იცოდა. ვლადიკავკაზში ჩავედით, ცხინვალელები, თედეევები, მოვიდნენ, გეხვეწებითო, წამოდითო, ვიქეიფოთო, ბოლოს მითხრეს, ძალიან გთხოვთო, გვინდაო რომ რაღაცა ერთათო. ანუ იცით რა არის? ჩვენ გვართ მე მგონი ოსები იმაში არ არიან ცხინვალში იმდენი ოსი რამდენიც საქართველოშია საქართველოში უფრო მეტი ოსი არის არა საქართველოაც ცხინვალიც ეხა ჩემ მე ხა ვიღაცა ჩემ იმას გამოეკიდება სიტყვას მაგრამ მე ვამბობ რომ აი ამ ჩვენ რასაც ვაკონტროლებთ ტერიტორიას აქით ამ ხარეს უფრო მეტი ოსი არის ეთნიკურად ვიდრე ცხინვალში თვითონ და ჩვენ იმდენი შერეული ოჯახები გვაქვს იმდენად ურთიერთობები გვაქვს ბევრი და გენეტიკურად და ამ ძირალა სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა რომ იქ ამ ოქრუაშვილმა რომელიც მივარდა მოვარდა მე რა ღირსება შეგვილახა იქ დაჩოქილი სანამ ომი დაიწყებოდა თვალიდან არ მომდის დაჩოქილი პოლიციელები ცხინვალში რო გახსოვთ ვინდა ესე იგი ღირსება შეგვილახეს ამ ნაძირლებმა ამათმა და გამოდიან და მუნდირის ღირსებაო თვითონ შეურაცხეს მუნდირი როდესაც ქართველი ბიჭები იქ ეყარნენ და პატრიარქი რომ არ შესულიყო იქ ბოდიში და მას ვერ გამოვიტანდით მათ ცხედრებს და ესენი მუნდირის ღირსებაზე ლაპარაკობენ და სხვათა შორის იცით რომელი გენერლები ლაპარაკობენ აი ნაცებთ რო არ განეკუთვნება მე მოვისმინე დღეს განცხადებები რომ ესო კომისიაო არისო მუნდირის შეურაცხყოფაო გესმით თქვენ მუნდირი არაცუიათ ისინი ვერ მიხვდნენ რომ ისინი ჩვენ უყურეთ შიშველ გენერლებს მე რა რომ მუნდირი ეცვათ მე რა რომ ნაჭირთ ქონდა ტანი დაფარული ეს იყვნენ შიშველი გენერლები აბსოლუტურად გაშიშვლებული გენერლები და ბატონო ნიკოლოზ რასაც თქვენ ბრძანებთ აი ამ ურთიერთობაზე და სტუმარ-მასპინძლობაზე ეხა მე იმდენი ურთიერთობა ალბათ ვერ მოვასწარი მაინც პერსონალური მქონდა და ჩემი მეუღლისგან ვიცი მე რომ
აი საოცარი შეხვედრა, საოცარი სიტბო, აი გამორჩეულად თბილი ურთიერთობები ოსებთან და აი ხა გაგიკვირდებათ, ალბათ ამდენი წელია გასული და ხო ვინმე იტყვის როგორო ჩვენ აბსოლუტურად ჩემი წარმოშობა აბსოლუტურად იმერული არის, მეუღლე აი ეს თიულური გენი და იმერული გენია. ანუ ხო გეუბნებით, იმიტომ კი არა რომ რაიმე შერეული არა, უბრალოდ და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ ოჯახში, როდესაც ჩემი მეუღლე სტუმრები არიან, ბოლო სადღეგრძელო ისმება რა იცით, ვასტერჯი. ეს არის რუსული. აი ეს იმდენად მოეწონა მას აი იმ ურთიერთობებიდან გამომდინარე რომ ამდენი წლებია ხო არანაირი შეხება არ აქვს ხო აი ვასტერჯი მისთვის ეს არის როგორი ტკბილი სადღეგრძელო იცით რომ აი ბოლო ეს უნდა და ისე სუფრა არ დაიშლება ეს არის სუფთავოსური სადღეგრძელო ბოლო და წარმოიდგინეთ აი ჩვენთან ეს აი ხო ლადი კავკასში რო ჩახდით აი რა გითხრათ ეს ლადი კავკასში რო ჩახდით კავშირი ხო არა თავი გეგონება იმაში გორში გეგონება ლადი კავკასში რო თუ ყველა ქართულად ლაპარაკობს ოსებიც იქ ცხინვალელებიც ლადი კავკა ქართველებიც არიან და აი შეიძლება ჩვენ ეხლა აფხაზებთან ცოტა რთული იქნება შერიგება იმიტომ რომ იქ ცოტა სხვა რაღაც პრობლემები ხა არ მინდა ამაზე ვილაპარაკო მაგრამ პირველი ჩვენ უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები აი რითაც საიწყო საქართველოს ჩამოქცევა ეს იყო ოსეთიდან დაიწყო ანუ ყველაზე დიდი და ოსეთიდან უნდა დავიწყო ჩვენ აი ამ ჭრილობების მოშუშება და გამთლიანების პროცესი ოღონდ ის კი არა აი რო იძახიან აი მაგალითად ხშირად ხდება ხოლმე რომ ყვირიან აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო კი ბატონო არის მაგრამ იქ ოსები და აფხაზები სად არის მე ამ ლოზუნგს შევცვლიდი იმითი რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ოსები და აფხაზებს ჩავთავდი იმიტომ რომ ოსი და აფხაზი რო ისმენს ამას რომ ეს და ის თვითონ არ ჩანს ესე იგი ის ფიქრობს იმას უკვე ეჭვიუჩდება რომ ესე იგი მე არ ვარ აქ და მარტო ტერიტორიები უნდა ხვდები და ჩვენ რაღაცა დაფიქრება გვმართ ეს ამ ლოზუნგებშიც იმ ყვირილებშიც რაღაცეებში დაფიქრება კი არა დაფიქრება კლიპები რო გადაიღეს ერთი აი კლიპი რო გადაიღოთ ხო გახსოვთ სააკაშვილმა ხო არა წავიდეთ იქა იმაში აფხაზეთში წავიდეთ აბა იმითი და იქ ოსი და აფხაზი არ ჩანს კაცო ოსი და აფხაზის გარეშე ეს ვერ მოხდება და ეს უნდა იცოდეს ყველა ბატონო ნიკოლოზ აი ზუსტად ის რაც გააკეთა და ის იდეოლოგია ეს იყო უბედური აღქმოიდების სოსო მანჯავიძის ტერმინია და მომწონს აღქმოიდების კლიპი იყო ანუ მიდიან იქ სადაც არც არავინ უშვებს არც არავინ ეპატიჟებდა არც არავინ ელოდება და სადაც თუ აი იდიოტი უნდა იყო ეს რო გააკეთო ეხლა ძირებენ ეგეთ კლიპებს რა თქვენ გონე გამოვიდნენ მაქიდან მაგშობიდან ხო და ნუ იცით რა არის ეს იყო მათი დეფექტი და საქმეც იმაშია აი ეს კომისია დაუბრუნდები ისევ კომისიას ეს კომისია როდესაც ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს და უკვე ბევრ ამას ერქმევა თავის სახელი და იცით აი ძალიან დარწმუნებული ვარ რომ ბევრად მეტი იქნება შედეგი და მშრალი ნაშთი ამ კომისიის მუშაობის ვიდრე თავიდან იყო დეკლარირებული იმიტომ რომ ეს უკვე ჩანს აი როგორ იცით ფანტანივით ამოდის და ამოდის ახალი თემები ამას ვერ გაექცევა ვერავი და ეს იქნება ნამდვილად ჩვენი შერიგების კი არა ჩვენი შერიგება რა არის იცით საქართველოს გაცოცხლება არის ის რომ ჩვენ აი რასაც მე ვამბობ რომ იქედან გამოყოლილი სადღეგრძელო რომ ამდენი წლის მერე კიდე ისვება წმინდა ქართულ ოჯახში ხო ეს ხო ნიშნავს სიტყვის სიყვარულს და უამრავ რამეს აი იგივე მახსენდება აფხაზეთიდან კი რთულიო ვამბობთ მაგრამ რა იცით მე მქონდა შეხვედრები ამ ადამიანებთან საკმაოდ ისეთი ინტენსიური რაღაც პერიოდის მანძილზე მე მაგალითად არ მიჭირდა ურთიერთობა რა არ მიჭირდა უბრალოდ საკითხები იყო რომელსაც ვერ ჩვენ გადავწყვეტით და ვერც ისინი გადაწყვეტდნენ იმიტომ რომ ხელისუფლება ყავდა სისხლის მსმელი და აი ეს მონსტრები იყვნენ ხელისუფლებაში და რომლებსაც ზუსტად იმისთვის იყვნენ რომ არ დავახლოებულიყავით ეს ჩვენს გვესმოდა და მათაც ესმოდა წარმოიდგინეთ და აქედან გამომდინარე არ არის რთული უბრალოდ თავარია სწორი საუბარი და თავარია გულით საუბარი გულით აი გულიდან უნდა მოდიოდეს არა რუკიდან არამედ გულიდან რა აი ეს არის თავარი ამას ყველა გრძნობს არა მაგრამ ერთი რამეა ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ აფხაზების და ოსების გულის მოსაგებად ამ საკითხში თავარი წერტილის დამსმელი არის რუსეთი ვერა აი ზოგიერთი რო ფიქრობდა ჩვენო აი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ იმზიდველი და მომხიბლელები ვიყოთ სულ რო ყურებით გაიარო სულ რო რაც არ უნდა გააკეთო მილიონები რო ჩაურიცხო იქა აზრი არ აქვს შე თუ რუსებთან არ დაილაპარაკებ და ამათ ეს ვერ გაიგეს ამათმა გახსოვთ ალბათ იქ გააკეთეს კი ბატონო კარგი იყო ის რომ სავანტყოფო გაკეთდა იქ კონფლიქტის აი ამ საზღვართან
კი ბატონო ის რომ გადმოდიან და მკურნალობენ, მაგრამ ეს კარგია, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ რუსებთან უნდა დავილაპარაკოთ. ეხლა აი მაგალითად ეხლა მე მინდა რომ სხვა საკითხებსაც შევეხო. გულშინ წინ დატყდა მთელი ამბავი ამ 9 მაისთან დაკავშირებით, რომ აი საპრეზიდენტი ყაველაშვილიო ესწრება იმასო აღლუსო. მე გამოვიდა ეს ყაველაშვილის მხრიდან ადმინისტრაციიდან გაკეთდა განცხადება, ესეთი რამ არ იგეგმებაო. მე მაგალითად მოვუწოდებ ბატონ მიხეილს. ბატონო მიხეილ და მინდა ხელისუფლებასაც მივიდეთ. როდებდე უნდა ვიაროთ აი ამ ნაძირლების იმაზე, რა ქვია, ნებასულიზე, რომ ვიღაცას რამე სხვანაირად არ მოეჩვენოს. რატო არ უნდა იყოს საქართველოს წარმოდგენილი 9 მაისს მოსკოვში, როდესაც 80 წლის იუბილეზე მთელი ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკები არის. ეხლა სომხეთიც მიისწრაფის კაცო ევროინტეგრაციისკენ და ევროკავშირისკენ და პაშინიანი აპირებს ჩასვლას იქა. მე ვერ გავიგე სომხები თუ იქნებიან, არ ვიცი ხა ალიევი იქნება თუ არა, იმიტომ რომ ბოლოს დაეძაბა მოსკოვთან ურთიერთობა. არა, ყველა პარაკენ მას დაურეკა სამმა პრეზიდენტმა პუტინმა, ლუკაშენკომ და აი აღარ მახსოვს შუა აზიის ქვეყნის რომელიღაც პრეზიდენტი იყო და სამივე ესაუბრა და შეთანხმდნენ 9 მაისს მის ჩასვლაზე. ხო და ყველა ჩადის იქა და ერთი კინკილა ყველა ესე იგი ჩვენ ვერ გავიგე ყველაზე მეტი ჩვენ გვეთქმის ამომზე სტალინი, ბერია, ქართველები იყვნენ. ყველა ვარიანტში არ არსებობს მათი სახელები არ გაჟღერდეს, ხო? სტალინის სახელი არ გაჟღერდეს იქა და სირცხვილი არ არის ჩვენ 300,000 ქართველი ჩაწვა მიწაში, კაცო და ვერ გავიგე, რატო არ უნდა იყოს პრეზიდენტი? მე მოუწოდე ბატონ მიხეილს, ის პატრიოტი კაცი არის, ჩაბძანდით ბატონო მიხეილ, რატო არ უნდა ჩაყვიდეთ? ეხლა ვერ გავიგე, ეს ბოდიში და ლეში ნაცმოძრაობა, რაღა ხო აღარ არის საფრთხე, კაცო, აქამდე კაი თქვა კოჩს უგორებდით, რომ ვაიმე ვიღაცამ რაღაცა არ თქვას, ვაიმე მიტინგები არ აგვიგო. დამთავრდა ეგა, ჩადით მოსკოვში ჩადით. რატო არ უნდა ჩავიდეთ? თან იცით რა არის ბატონო ნიკოლოზ, ფაშიზმის წინააღმდეგ და ფაშიზმის დამარცხება საქართველოს უდიდესი წვლილი შეიტანა. მამაჩემის ძმა მაგალითად დაკარგული არის ომში. ლამის ოჯახს ვერ ნახავთ, რომელიც მონაწილეობას არ იღებდა, ხო? ბიძა ან ბაბუა ან ვიღაც მაინც იქნება ახლოს ანათესაო წრეში მაინც იქნება ნაუმარი ადამიანი, თუ დაღუპული არა და თუ დაკარგული არა და აიცით იმხელა, როდესაც მთელი საქართველო იმისთვის ზრუნავდა მაშინ ჩვენ იქ წასულ ადამიანებზე, აი მამა მიყვებოდა, დედა ჩემიო, მოქსოვდა, წინდასო და თხისასო ჩვენ ჩაგაცმევდაო და ცხვრისასო ჯარისკაცებს ფრონტზე გაგზავნიდაო, ჩურჩხელებსო როგორ აგზავნიდენო, ანუ ამას ყველა ოჯახი გრძნობდა თავისა და როგორ შეიძლება ამაზე უარის თქმა, ეს ჩვენი წარსულია, ჩვენი სიამაყეა ფაშიზმის დამარცხებაში ამხელა წვლილი შეტანა. ფაშიზმზეა საუბარი და არა პუტინზე და არა რუსეთის დღევანდელ ან გუშინწინდელ პოლიტიკაზე, აქ ფაშიზმზეა და ჩემი აზრით საქართველოს უნდა იყოს წარმოდგენილი ღირსეულად და დარწმუნებული ვარ კიდე კარგი რომ ოფიციალურად დელეგაცია მიდის. თან ვიცი რამხელა ზარზე იმით მიიღებენ, როგორი სიტყვოთი მიიღებენ. ეს ეხა აი რამხელა ის იქნება ეფექტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჩადის იქ. მე თუ მკითხავ პრემიერი უნდა ჩავიდეს, იმიტომ რომ ჩვენი კონსტიტუციით პრემიერი არის პირველი პირი და არა პრეზიდენტი. ყველაზე კარგი იქნება პრემიერი ჩავიდეს, მაგრამ თუ პრემიერი არ მიდის, პრეზიდენტი ჩავა მშვენიერი იქნება, იმიტომ რომ მისთვის ის ხო, კაი, ან ერთი ჩავიდეს, ან მეორე ჩავიდეს, იმიტომ რომ იცით რა არის, ეხა ეს ტერიტორიული მთლიანობისკენ იქნება. ეხა იცით რა, ვიღაცა ეხა ვიცი გამოხდება, ჩვენ ხო ყავს რაღაცა მოსულელო ექსპერტები. იცით რა არის, ერთი ქალბატონი არის რა და ეს ოქროებში ჩასხმული არის და გამოდის ხოლმე რაღაც სისულელებს აყრანტალებს ხოლმე და იცით რა არის იტყვის, დრო არ არის ჯერ მოსული და ყველაფერს თავისი დრო დაალაგეთ. როდის უნდა მოვიდეს ეს დრო, ვერ გავიგე ხლა. 13 წელი გავიდა უკვე და რომელ დროს, ხა მე თუ მოვკვდი, ყველა თუ მოვკვდა, იქ შეიცვალა დემოგრაფია და ქართველი თუ აღარ იქნა, რომელ დროზე არის, აღარ მოვიდა. ნაცები არის მიწაში ჩადებული უკვე, ხო? მიწაში არის ჩადებული ეს ნაცები და ვეღარ გავიგე, რომელ დროს ველოდები ჩვენ, აი, ჩვენ რომელ დროს ველოდებით, მაინტერესებს, რომ რუსეთი რო ადგება, უკრაინას რო შეიერთებს, ბალტიისპირა ქვეყნებს რო შეიერთებს, პოლონეთს რო შეიძლება შეიერთოს, ყველაფერს რო აიღებს, მერე მივალთ, მივძუძგურდებით იქა და ესე 4 მითით, რა ქვია, 2 თით ესე აწეული და იცით რა არის რაღაცა და მერე აღარავის აღარ ჭირდება, მერე ბოდიში და სკამზეც არ დაგსვამენ, გეტყვი დაეგდე იქა კუთხეშიო გეტყვია. კი ბატონო, ბატონო ნიკოლოზ, მაშინ როდესაც ჩინეთი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩინეთი იქ იქნება შუა აზიის ყველა ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ეხლა ურთიერთობები და
ბატონი ღარიბაშვილის დაწყებული აი ის შეხვედრები და დღესაც გრძელდება ძალიან საინტერესოდ ყველა ეს ქვეყანა იქნება იქ წარმოდგენილი და ჩვენ თუ რა ბალტიისპირელებს უყარ ბალტიისპირელებს ეგერ სალომე ყავს ზურაბიშვილი ხო ჩვენ არც გვჭირდება მათი არც კრიტიკა გვაინტერესებს და საბოლოო ჯამში ჩვენ ხო მშვენივრად ხედავთ ნაცების თავი ჯანდაბას ნაცებია ლიბერალ გლობალისტები მსოფლიო იცვლება და ლიბერალ გლობალისტები არ არჩებიან ზუსტად იმ ევროპაში თქვენ რო ჩამოთვალეთ ახლა იმ ქვეყნებს რომელსაც თავი ვერ გაუგიათ ალბათ ორბანი იქნება ალბათ ფიცო იქნება და კაცო სლოვაკეთის პრემიერი ფიცო ჩემი თვალით ნახე ქალბატონო მაია პირდაპირ ეთერში ყავდათ ეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ვრიმასე ORT-ზე იყო ჩართვა რა ვრემიაში იყო ჩართული და ეს ჟურნალისტი ეკითხება ფიცოს რა რომ ისაო თქვენო ჩამობძანდებითო 9 მაისო რა ვიციო თქვენო თუ გამომიგზავნიონ მოსაწვევსო ჩამოვალო და მერე უთხრეს იქ რომ თქვენზე მოსაწვევი აუცილებლად იქნებაო და ცრემლები წამოუვიდა აი არ ამომეთ ცრემლები წამოუვიდა კაც ცრემლები აბა რას ვიზამო სლოვაკეთი ევროკავშირის ნატოს წევრი ქვეყანა ჩადის იქა და თვალზეც ეხლა იცახიან ფისო რუსეთის კაცია ორბანი რუსეთის კაცია ალიევი რუსეთის კაცია ეს ბოდიში და ყაზახები ყირგიზები უზბეკები ყველა ესეც ის ჩინეთის ხელისუფლება ბიჭო ყველა თუ რუსეთისა შენ ვისთან ახარ ვისი ტიკიტომარ ახარ შენ რომელ უკანალში მიძვრები მაინტერესებს დღეს გამოვიდა ყველა უკანალი დაკავებულია უკეო და შენ რომელ უკანალში მიძვრები მაინტერესებს სად მიძვრები შეუპატრონო შენ და ყველა თუ რუსეთის კაცი არის ყველა ტრამპიც ხო რუსეთის კაცი არის შენ რა გინდა ბოლო რა გინდა პირი გააღე ენა მაინც დამანახე რა გინდა რა ვერ გავიგე როდემდე უნდა ვიყოთ აი ესეთ იპოტენტურ მდგომარეობაში მაინტერესებს რომ ვიმე ნაჩემ არაფერი არ თქვას ვიმე ივან არ თქვას იმისი სამთავრობო ტელევიზიებიც როგორ არის აწყობილი რუსეთზე ერთი კაისარი ტყვიან მხოლოდ ამ ამერიკის კრიტიკა ვიმე დრო არ არის ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი მეჯდა აქა გესმით არ არის ეს ნაცი და ვეუნები რომ აი რუსეთზე ცოტა არაო ახალგაზრდობას რუსები არ უყვარსო და მე ჩვენ ვერ ვიტყვითო გესმის ეხა ეს ცნობილი პარტია ჩანს იქ და შედალოცვილო შენა თუ არც ამოიღე ხმა მე ჩვენმა გადაცემამ ყველაზე რეიტინგული გადაცემა ჩვენი მთელ საქართველოში აი მარტო დაბრმავებული ხელისუფლება ვერ ხედავს ამ ყველაფერს მაგრამ კი კარგად ხედავენ ყველაზე მეტი რეიტინგი ჩვენ აქვს და რითი გვაქვს ეს რეიტინგი იცით იმიტომ რომ იმას ვიძახით რასაც ხვები ვერ ბედავენ პირიქით ზოგიერთი სოროებში მიძვრება და რაღაცა იქით ვინც იყო გამოსული კიდე ასპარეზზე ისინი სოროებში მიძვრებიან იმიტომ რომ ეშინიათ იმას მომისმინეთ და ეშინიათ ამისი თქმის რომ ხალხს უნდა ერთია ბოდიში კალკულაია დროში არა ვარ აი ხალხს უნდა იმისი თქმა მე მივდივარ მოსკოვში ჩვენ გქონდა მოდერირებული ის გავაკეთეთ საინფორმაციო გადაცემა რომ ჩავიყვანეთ მაშინ პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩავიყვანეთ ესე იგი პრემიერი ღარიბაშვილი ხელსართმევს პუტინს იქ ესე იგი იწყება მე ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენა და ესე იგი ტევე პირველმა ფორმულამ თელმა ისტერიკები ატეხეს როგორ გაბედეს ნაომარი ქალაქიდან ტელევიზიამ რომ ეს სულები შეურაცხეს რა ვქენით ესე იგი ჩავიყვანე ღარიბაშვილი მოსკოვში ტერიტორიების გაერთიანების პროცესი დაიწყე იმ სიუჟეტში ტოლვილების დაბრუნება ესე იგი და მე დამანაშაულეს ამ იდიოტებმა ესე იგი რა ხო და ბიჭო წადით გეუპატრონოებო წადით გეპატე მთელი მსოფლიო ჩადის ამ 9 რატო იმალებით აი როდინდელ დროსელოდებით მაინტერესებს გათხარეთ ერთი ადგილში პიროტექნიკა ეხლაც აგერ გუშინ იმ აქციის მერე პიროტექნიკას ისროდნენ როდემდე უნდა ასროლინეთ კიდე ერთი ვერ გავიგე ამათ ეს პიროტექნიკა და როდემდე უნდა ვიყოთ ამ თვითონ ამერიკა გეუნება მიდი და დააყარეო და გადაუარეო მე როგორც გადაუარეო და მე ვერ გავიგე აი ესე იპოტენტურ მდგომარეობაში როდემდე უნდა იყვნენ ვერ გავიგე რა არ ვიცი თქვენ რომ ბძანეთ ეხა ხალხი გვიყურებსო რა გიყურებთ ერთია რომ გაბედულება არის მეორე გეთანხმებათ ვინც არ გეთანხმებათ ის ხო არ გიყურებთ ესე იგი რამდენი ადამიანი ეთანხმება იმას რასაც თქვენ ამბობთ მე ვამბობ და თქვენი სტუმრები ამბობენ ხო ცოტა განსხვავებულს სხვა მიმართულებებისგან და აი ნეიტრალური და თითქოს არავის ვაწყენინო და განსაკუთრებით ლიბერალებს არ ვაწყენინო და ლიბერალი ვინ დარჩა კაია კალასი დარჩა ის ანალენა უკვე წავიდა ბატონზე მხტომელი ანალენა წავიდა და ფონდერ ლაიენი გინეკოლოგი ყავს ჯერჯერობით ხო დარჩენილი ამ ლიბერალურ იმაში კარგი იმათი წენინება იმათ
არ ეხატები უზე არ უნდა ხარ და მტერია დეკლარირებული აგერ სალომე ზურაბიშვილი უზით ხელზე და მართლა თუ გეთანხმებით ეს კაი მიგნება იყო თუ სიძინპინი პუტინის კაცია ტრამპი პუტინის კაცია დელიშოვასი ეს არის ესე იგი კაცი პუტინი ყოფილა მაშინ და რა გინდა ის კაია კალასთან და ფონდერ ლაიენთან მართალია გეთანხმებით ეს ძალიან კარგი მიგნება იყო ძალიან მომავალ არა ყველა პუტინის არის ვერ გავიგე შევ ვისთან ახარ აპიდარას თან ამბობ რომ პიდარასტიარიები ეს ევროპაო ეს რა ქვია თახო იძახიან ეგ deep state თუ deep state-თან მე ბიჭო თუ კი ეს ევროპა გამხობს თუ კი ევროპა რევოლუციებს გიწყობს თუ კი ყველაფერს გიშვება და ამ რუსეთმა გადაგარჩინა ამ რო შეხვიდე ნებისმიერ სუპერმარკეტი იქნება თუ მაღაზია გამოძეძგილია რუსული პროდუქციით და რუსეთის ხორბალი რუსული გაზი რუსული ნავთობი ყველაფერი რუსულია რუსეთი იყო მხარი დაგიჭირა გადატრიალებას რო ახდენდე რუსეთია რო გეუნება მოდი დავილაპარაკოთო ამ ლავროვმა სამ ფორმატში დაჯექიო მოდი შენი ჭირიმე შენ გენაწერო მაინც ამ რუს აგინებ შენი მართლა არ ვიცი ახლა ბოლო მეც ხوار გაგინებთ მართლა თქვენ რა უბედურებაა რა დაწადით ბოლო აი რატო არ მიდიან ვერ ხვდები აი ერთი მაინც არგუმენტი დამიდეთ აი მოდი აი ჩვენ ვიმჯეროთ იურისტები ვართ ადვოკატი ვარ ექსპერტი ხარ აი მაინტერესებს აი ამ მოცემულობაში როცა ნაცები არის აი დასამარებულები ეხლა რო იყოს აქ სიტუაცია რომ გამოხდება ვიღაცა ვინ გაგიჯავრდება მაინტერესებს ვინ გაგიჯავრდება აი თქვენ გაქვთ აი მოდი ეხლა ვითომ ხელისუფალი ხარ თქვენ მაინტერესებს ერთი არგუმენტი მითხარი აი ხელისუფლების ტყავში შედით და ვითომ ხართ აი საქართველოს პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი აი მაინტერესებს ერთი აი რო იყოთ აი რა არის ეს ვიქნება მე ვერ ხარ მიზეზი ერთი რატომ არ უნდა წავიდეთ არა მიზეზი მითხარით რატო არ უნდა წავიდეთ მოსკოვში აი მითხარით ხართ ხელისუფალი და თქვენ ხართ ხელისუფალი აი რატო დამისახელეთ ერთი მიზეზი და იქნება გამოგყვეთ არა მე ვერ ვხედავ იმიტომ რომ ეს ისევ ვფიქრობ როგორც თქვენ აბსოლუტურად მაგრამ ეხლა ვარაუდობ იცით ეხლა ვინ გაუჯავრდება ვიღაცის გაჯავრდნის ვინ გაუჯავრდება ეხლა კაია კალასის გაჯავრდნა და მაკრონის გაჯავრდნა კი არა გინება და ყველაფერი დაგვახურეს თავზე ხო სანქციებიან იმენა არ დაგვაკლებენ არაფერს ეს ვიცით ანუ მათი გაჯავრდნა ალბათ ნაკლები არის და მეორე არის შეიძლება მართლა ახალგაზრდობის შიშ ხო არა აქვს რომ მაგრამ რა უნდა ქნას ამ ახალგაზრდობა მაინც გამხობს ხო აი ვინც არის მაინც გამხობს შეიძლება ფიქრობენ რომ არ შეუერთდეს მას სხვა ნაწილი ახალგაზრდობის შეიძლება ამას ფიქრობენ არ ვიცი ვერ გეტყვით შეიძლება მაგაზეც მოკლები ესეთია მაგრამ ვინც მათნაირად ფიქრობს და ვინც ელოდება მათგან ამ ნაბიჯებს მაშინ და გაირკვეს რომელი უფრო მეტია ის უფრო მეტია თუ ის უფრო მეტია და ვის უფრო მეტი უნარი აქვს თქვათ რომ ხელისუფლებას დაარტყას აი ქალბატონო ამიტომაც იცით რა არის შეიძლება აი ამ გათვლის არარსებობის შემთხვევაში პირობებში არა შეიძლება ფიქრობ ჯობია გავჩერდე და არც ის გამიბრაზდება და არც ის უმოძრაობა არჩიოს ან შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო არა ეხლა რა არის ცით მასე მიზეზი ყოველთვის იქნება რაღაცის ეხლა მაგაში რასაც თქვენ თქვით ახალგაზრდობის საკითხი მაგაში არის სიმართლე რო გითხრა ობიექტურობის მარცვალი რო რაღაცა ახალგაზრდობის ნაწილი გამოხდება სამგლეგოჭივი და დაიწყებს აქციებს და ამის მიზეზი არის ის რომ დღედაღამე მე ვლაპარაკობ ამ სტუდიაში რომ რეფორმა ჩაატარეთ განათლების სისტემაში იგივე ნაცები ზიან ყველგან ეხლა შეიძლება კაცო ამათმა დანიშნეს კონფორმისტი ხალხი განათლების სისტემაში აი მაგალითად მე ვიცნობ რამდენიმე მაგალითად ხელისუფლების მიერ დანიშნულ ხალხს აი ამ სხვადასხვა უნივერსიტეტებში რომლებიც გამოდიან და ვითომ ნუ ხელისუფლებას უჭერენ მხარს რაღაცა ისა აქით და ესე იგი რო უთხარი ერთი სტუდენტი მაინც თუ გაზარდე ამ 13 წლის მანძილზე რომ გამოვიყვანო ტელევიზორში და ვალაპარაკო მეთქი რა უქნაო არ არის ეგაო და რო შეხედავ ამას ესე იგი ოქროებში არის ჩასხმული ოქროს საათი, ოქროს ბეჭედი, ოქროს ისა, ოქროს ესა და ადამიანი კი არა ჩანს. შედალოცილო ამ პროფესორობის ხარისხის აღებაში რომ ამ ხელა მაყუთებს იღებ. შედალ სინდისი არა გაქვს, ნამუსი არა გაქვს, ადამიანობა არა გაქვს. კარგი გაკეთე ეს მაყუთი, მაგრამ ერთი კაცი მაინც გამიზარდებ, ვეფხებთან მეომარია რა. ერთი ახალგაზრდა მაინც ხო შეიძლება. აი, სანთლით ვეძებ ხოლმე რომ ახალგაზრდა სადმე მოკრა თვალი ვიქნება ვინმე აზროვნებს ნორმალურად რა. აი, ერთი ორს მოკრავ რა
რაღაცას, მაგრამ აი ვერ ქაჩავს ისიც და რა არიცით? ამისი ბრალი რა არიცით? არც არავინ იწყებს ამაზე მუშაობას, რომ მე ახალგაზრდებს ცოტა რაღაცნაირად ცოტა ობიექტური სურათი დავუდოთ. ეხლა მაგალითად აი ეს კომისია რომ მოდის, ეხლა ვიღაცები გამოვიდნენ ხელისუფლებიდან და ესო იმიტომაც არისო, კარგიო, რომ ახალგაზრდობა გაიგებსო, რა მოხდა მაშინო და ვინო. ვერ გაიგებს ახალგაზრდობა და გეტყვით რა. არა, ჯერ ერთი ვერ გაიგებს რატო? მივა უნივერსიტეტში ვიღაცა სულხან-საბაში პრორექტორი გამოხდა იმ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ისაო, ესო არისო, იმი გმირების შეურაცხყოფაო. შედალოცილო უნივერსიტეტში რომ ნაცები ყავს, ტელევიზიებში რომ ნაცები ყავს. ერთადერთი 11 საათზე რომ ველოდება ხალხი, შენ რო გინდა მთელი საინფორმაციო ომი მოუგო, ყველა აი ამ მანქურთებს იმითი რომ 11 საათზე იმედზე მინისტრო დასვამ და აქეთ ხელისუფლების ექსპერტს და თურმე ამ 1 საათით გინდა შეუცვალო შენ აზროვნება. არ არის ესე მეგობარო, არა, უნდა სტუდიები გახსნა, არ უნდა აუგზავნო შენი ხელისუფლების წარმომადგენლებს აგერ რომ მოვიდნენ ეთერში ილაპარაკონ. ხალხი ქუჩა-ქუჩა დადიოდა და ილაპარაკობდა რომ ხალხი უნდა იყოს საიმ და რაც თავარია უნივერსიტეტებში არ შეიძლება ეს იყვნენ მოღალატეები და როცა ეს არ იცვლება, რა თქმა უნდა ვერ გაიგებს. დღე და ღამეც რომ ჯერ ეგერთიც აი მოდი ეხლა გუზე მე ადრე ვთქვი და რატო არ უნდა იყოს ეხლა მაგალითად აი ეს კომისიის ხტომები პირდაპირ ეთერში რუსთავზე, იმაზე, იმედზე მაგალითად იგივე მაესტროზე, მაგალითად აჭარის არხზე პირველად აი გეკითხებით რატო არ უშვებენ ამას პირდაპირ ეთერში? ნაცების აქციებს ხო უშვებენ პირდაპირ ეთერში? არა, მაესტროზე უყურებთ მე. არა, მაესტროს არა აქვს რეიტინგი, ეხლა გინდა უყურე გინდა არა. ზოგს არ სიჭერს ეს და მაესტროზე არის ნაგლეჯები ჯერეგერთიც და იმ პარლამენტის რაღაცა ის არის არხი, ის არის ტრაჩობილი არხი, იმას მე არ ვიცი ვინ უყურებს და ვისაც ცოტა რეიტინგი აქვს, ხო? ხო უნდა გაუშვა ესა და რატო არ უშვებ? თუ ნაცების აქციას უშვებ, გაუშვი ესეც, ეს ისინიც, ხო? კი ბატონო. კი, ის ამონარიდები ცოტა არის, ნამდვილად ცოტა. მე წარმოდგენას იმითი ვერ ვიქმნი ხოლმე და მოგეუბნეთ ახლა უნდა დავდგე და უყურე, იმიტომ რაღაც დეტალები მაინტერესებს და ის ამონარიდები არის ვიღაცის გემოვნებით. თქვა საინფორმაციოში რო გავიდა. ამიტომ ის ცოტა არის, ძალიან ცოტა არის. კომისია ბევრად მეტს აკეთებს და აქ ხაზი მინდა გაუსვა თეა წულუკიანის პერსონალურად თეა წულუკიანის ფაქტორია ძალიან მნიშვნელოვანი. და დღეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა რომ იცით ტრამპის ადმინისტრაციამ მთავრობის ეფექტურობის სამი დეპარტამენტი აი მსგავსი შეიქმნება ჩვენთან და ძალიან მიხარია რომ ეს შვენიერი იდეა არის, შვენიერი დრო კარგია რომ ამას გააკეთებენ, ოღონდ ისევ და ისევ გააჩნია პერსონა ვინ შეუდგება მას სათავეში. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და თუ ნამდვილად შეარჩიეს ისეთი პერსონა რომელიც იქნება პრინციპული და მიუმხრობელი და არ იქნება ისეთი მოგერნეთ ნაცებსა და ოცნებას შორის გაჭედილი ადამიანი, მაშინ ეს ძალიან ეფექტური იქნება და ძალიან საინტერესო იქნება ის მოძრაობები, იცით რომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ არამიზნობრივად უამრავი თანხები იხარჯება და ამას სჭირდება კონტროლი და ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტი მოვახმაროთ ჩვენს მოსახლეობას. აი ეს ეფექტურობის დეპარტამენტი ძალიან კარგი იდეა არის, მოგეუბნეთ თუ გააჩნია ვინ იქნება მის სათავეში. თორე თუ იქ ეფემერული ადამიანი დაჯდა, არა, ნუ ახლა ჩათვალეთ რომ ახლა აი პირდაპირ გეტყვით ბატონ ნიკოლოს. ჩემს კოლეგა პათანატომთან მქონდა საუბარი, სულთა ჩემ სამედიცინო ექსპერტიზის საკითხები და ის რაც ეხება არა შიდა მოწყობა, არამედ მედიცინის ხარისხს რაც ეხება. და კოლეგა პათანატომთან მქონდა საუბარი. აი ვიჯექით და მას კონცეფცია ქონია გამზადებული და ვიჯექით და ვფიქრობდით რომ ვისთან შეიძლება მივიდე და ამაზე ვისაუბროთ. ბოლო-ბოლო გავაკეთე მონახაზი და მეგულება ერთი ადამიანი ვისთანაც შემიძლია მივიდე და ალბათ შედეგი ექნება, იმიტომ რომ ეს ჩვენ კი არ გვჭირდება, ქართულ მედიცინის ხარისხს სჭირდება და ქართული სიცოცხლის დაცვა სჭირდება. უკეთესი სამედიცინო დახმარება რომ მიიღოს. ხა მინისთან მე მაგალითად ვერ დავამყარე კომუნიკაცია და ხა უკაცრავად კარებს ვერავის ვერ შეუმტრევ. თან მინისტრი მაინც იურისტია და აი მედიკოსი უკვე ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე და არის ადამიანი, ვისაც ვენდობი და ალბათ უახლოეს დღეებში შევეცდები და უკავშირდე და საკითხები გავიტანოთ. თორე ესე არ შეიძლება ოპოზიცია არ ყავს ხელისუფლებას და კონკრეტული საკითხების ჩამომყალიბებელი და მოგვარებაზე თუ ჩვენ საზოგადოებამ არ ვიზრუნეთ, ისე არ გამოვა და
უკვე ვიხსენებ იმ ძველ გამოცდილებას, როცა საზოგადოებრივ სექტორში ვიყავი და კონკრეტული მაგალითად დამოუკიდებელი ექსპერტის საკითხზე 3 წელი ვიბრძოლე და ბოლო-ბოლო მივახციეთ და არსებობს. აი კიდევ ესეთი ეფექტურობის დეპარტამენტი თუ ამაში საზოგადოებას მოусმენს, აი იქნება გადასარევი რა, აი ძალიან კარგი. მე და თქვენ საუბრობთ ამაზე თუ გახსოვთ. ეს ფემინისტური, ფაშისტურ-ფემინისტური დიქტატიც უნდა დასრულდეს საქართველოში. თქვენ იცით დღესაც მიმდინარეობს უმოწყალოდ ადამიანების დაჭერა, იმიტომ რომ აი ესე ქალი მივა, ვიღაცას არ მოეწონება, პროვოკაციაზე წამოაგებს, იჭერენ ადამიანებს უპრაგონოდ. მე არ ვიცი ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. სტამბულის კონვენციას თვითონ თურქეთი გამოუვიდა სტამბულის კონვენციიდან. ჩვენ ვართ კიდევ ამ სტამბულის კონვენციის რეალურად პოლიცია კვლავაც ისე აგრძელებს მუშაობას როგორც აქამდეა ქალთა მიმართ ძალადობას. ბოლო-ბოლო კაცი არ უნდა დარჩეს, ბავშვის გამკეთებელი კაცი მაინც დატოვეთ გარეთ, რომ მთელი ახალგაზრდობა ციხეში ზის კაცოდო ვიღაცა ბოზანდარა ქალების გამო რა. შეიძლება ვერ გავიგე და ქალმა იცის აქვს ესე იგი ჩაბეჭილი თავში როცა მინდა გავაფუჭებ კაცს და გააფუჭებს გესმით შეიძლება შეიცვალოს ეს დამოკიდებულება კაცო მიშა თუ ნარკოტიკების ჩადებით აფუჭებდა კაცებს დღეს აღარ უნდა შეჭერდ ხო რამაღაც შეიცვალა ეს დიპტეიტი ხო შეიცვალა ამერიკაში მიდგომები აღარ უნდა დამთავრდეს ეს ვერ გავიგე ეს ყველაფერი სამართლიანო არ შეიძლება მოსამართლე უკვე ჟიდეს ადამიანს იმის გამო რომ ერთი მაგალითად რაღაცა პროვოკაციას რომ მოუწყობს ესე იგი კაცი უნდა დასაჯო ციხეში გაუშვა. აღარ შეიძლება დამთავრდა 80% მამაკაცებისა ციხეში ტყილა იხდია საჯეს. ერთ თქვენს ხო იცით არა? მეც ვიცი ბატონო ნიკოლოზ, მეც მქონდა საქმეები, სადაც წმინდა წყლის პროვოკაცია იყო. აი იმ დონემდე რომ ერთ-ერთი მეზობლის სახელმწიფოდან ჩამოსული ქალბატონი, რომელიც ნუ ახლა წავიდა გაერთო, გამოერთო ისე ნუ გამოვიყვან თვითონ რუსები აჭერინებენ ამას ქართველი ქალებიც არის ყველაზე ძირითადი მე რატო გეუბნებით იცით რომ ის ადამიანი ფული აიღო კონკრეტულად რომ გაჩერებულიყო აქედან ჩავა თავის ქვეყანაში იქ კიდე დაზღვევა გადაუხდის ფულს და იცი რომ ეს ადამიანი ამას აი ამიტომ აკეთებს თან გაერთოთ ამ ფული გააკეთა და კაც რატო ღუპავ რომელსაც ოჯახი აქვს რომელსაც შვილები ყავს რატო ღუპავ ამის გულისთვის ის ხალი წავიდა გააკეთა აქაც ფული აიღო ამათგან იქაც აიღო ცალსახაა ხო ხელის გულზე დევს არა აი იცით რა არის ამას უნდა დაუკვირდეთ ძალიან ცუდია მე მაგალითად ძალიან შორს ვარ იმაზრისგან ეს პატარაები და ესენი მათი ფემინისტური ხედვები იცით ქალი ადამიანია კაცი ადამიანია ქალსაც შეუულია კაცი დაჩაგროს კაცსაც შეუულია ქალი დაჩაგროს და აი ეს დისკრიმინაცია რომ მანდამეინც ქალს უკაცრავად დაცვა არ არის ჩვენი საზოგადოება ესე არც ქალი არ არის ჩვენ საზოგადოებაში დაჩაგრული თუ ეხა ბაია პატარაია დაჩაგრულია თავის არ ვიცი ოჯახიდან და მშობლები და არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად არ ვიცნობ ასეთ დაჩაგრულ ქალებს არის ცალკეული შემთხვევები და იმაზე მიდის რეაგირება მაგრამ ქალი ისეთივე ადამიანი როგორც მამაკაცი და ცალკე გამოყოფა რა ეს არის კაცი არის დაჩაგრული ეხა დღევანდელი სამართლებრივი სისტემა ეს პირიქით არის კი ამით უკვე სარგებლობენ კაცი ნებისმიერი კაცი შეუძლია გააფუჭოს ქალს აი მოეპრიანება ეხა უკვე დაიწყეს რომ მაგალითად გაუპატიურებების მუხლები წამოვიდა რომ ცოლები უჩევიან ქმრებს რომ აი გამაუპატიურა ბიჭო თუ არ გინდან უცხორო ფამკაცთან მაგრამ სირცხვილია რა რუსეთში ესეთი ფაქტები არის კანტიკუნტად ვერ გავიგე ქართველმა ქალმა ესე როგორ უნდა დაკარგოს თავი შეიძლება ადამიანი წავიდეს ესეთ სიბინძურეზე რომ კაცი დააჭერინოს არაფრის გამო კაცო პროვოკაცია მოუწყოს ეხა მე მაქვს ეგეთი ფაქტები მქონია მიდის ქალი უღებს ტელეფონს და უცდილობს კაცი წაართვას და ამის გამო კაცი ჭერენ კაცო მერე ბოდიში და რო გადაგიღოს ესეთი შეურაცხყოფელი იმითი ღირსება გელახება ეხა ეგ ცხვიპირი რო დაუნტრიეს ეხლა მაგალითად ჩვენმა იმებმა იმ გროგასცეს პასუხი ეგ რო საქართველოში გაეკეთებინა მაგალითად იმ ზარქუას და იმას ხო დაიჭერდნენ არა ხო დაიჭერდნენ ესე იგი რა ვერ გავიგე საუდის არაბეთის პრინციპები გადმოვიღოთ ჩვენ აქა რატო უნდა იყოს საუდის არაბეთში სასამართლო უფრო სამართლიანი ვიდრე საქართველოში მაინტერესებს როგა ეხა ვინმეს ეხა საქართველოში რო გაეკეთებინა ზარქუას და იმ რა ქვია იმ ბიჭებს იქა ალბათ დღეს ციხეში ჩასვამდნენ ვერუშველი და პარლამენტის ისა და ვერ გავიგე ჩვეულებრივი ადამიანმა რა დაგიშავათ ვერ ხვდები რა დაგიშავათ ან ნახეთ რა ხდება ის ხალხი იმიტოა მე არჩევნებზე ხმას რო არ გაძლევს იმიტომ რომ კაცი
რომელიც ტყილა დაიჭაგრება, ის შენზეა გამწარებული, სულ არ აინტერესებს მოსამართლე პოლიციელი რა. რაშია საქმე იცით ბატონო ნიკოლოზ, ვინც მეც იჩივლებს იმასთან შარს ერიდებიან. მე მაგალითად აი ახლა ხანს ვნახე, თუ იცით ტრაფიკინგის და ბავშვთა უფლებების და რაღაცა ისეთ დაცვის სააგენტო არის. ანალოგიურია, რომელიც ცოლ-ქმარში, რომელი მხარეც ჭივის, აი როგორც წესი, მეორეს კედელთან აყენებენ. აი ესეთი რაღაცა, მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო, იმიტომ რომ ის მომჩივანი იმდენად აწუხებს, რომ პრაქტიკულად იმის მხარეს არიან. მეორე მხარეს მოსმენა არ ხდება და ეს სერიოზული დაჩაგვრა არის. ანუ რაც ცალკე გამოვიდა, აი რაც გამოეყო, აი ამათი უფლებების დაცვა, მე ვხედავ, რომ საპირისპირო მივიღეთ. იგივე ქალთა უფლებების დაცვით აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიჭაგრა, იმიტომ რომ იმ მხარეს მთელი მომჩივანთა არმია, აი თუნდაც იგივე ბავშვების უფლებებზეა საუბარი და აი აქ არის ფაქტიურად, ხო გენერეთ, მომჩივანი მხარის მხარდაჭერა არის. მე ეს აი თვალსაჩინოდ ვნახე რამდენიმე შემთხვევაზე და არ ვაპირებ რომ გავჩუმდე, პირადად მინდა მივიდე და ვუთხრა რომ ეს სტრუქტურა ძალიან არასწორად მუშაობს. შეიძლება ცალკეული პერსონების გამო აი რო არის დახურვაზე ლაპარაკი, არ უნდა დაიხუროს ეს საფარი და არ უნდა შეუწყდეს ორგანიზაცია, რომელიც გენოციდს უწყობს საქართველოს, ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომ რაც უფრო მეტი კაცი დაიჭირე, მით უფრო მეტ გრანტს მივიღებ. ესეთი ორგანიზაციამ არ უნდა შეწყვიტოს არსებობა, მაინტერესებს. არა, ნუ კაცების დაჭერა. ნაცმოძრაობაზე მეტი საშინელება აი ამ ბაია პატარაია საფარმა გაუკეთა ქართველ ხალხს რა. არ არის შეხედეთ სტატისტიკას 80% აი ამ იმაზე სწორედ მაგათი შემოქმედება და აი ესეც ყველაფერი საწინდარია იმისი რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი კურსი მოსკოვში წასვლა მარტო ის კი არ არის რომ 9 მაისს დაესწრო მოსკოვში წასვლა არის თვითონ სტრატეგიის და გეოპოლიტიკური კურსის შეცვლა ჩვენ ამ დასავლეთთან ყოფნა მოგვიტანა აი ეს შედეგი რომ კაცების დაჩაგვრა კაცები ციხეში ქალები ბოდიში და სტრიპტიზ ბარებში ეს არის მაგათი იდეოლოგია რომ ქალი უნდა გარყვნან და მერე დაჩმორებულმა კაცმა ხმა ვერ ამოიღოს იმ გაბოზებული ქალის იმაზე ქმედებაზე. აი თუ ამოიღებს ციხეში გაუშვებენ. აი ესე უნდა თამათ რომ ეს სიტუაცია დააყენონ ამ ქვეყანაში. გესმით რომ ქალი უნდა ეხა მე აგერ ფაქტი ვიცი ვანში მოხდა კაცო ეგეთი ფაქტი მამამ შვილს გოგონას მისცა შენიშვნა ღამე რატო ბრუნდები გვიანო. ეს არის ნამდვილი ამბავი ვანილები დამემოწმებიან. ხო და მერე ადგა ამ გოგომ ძალადობსო ჩემზეო მამაში მისი დააჭერინა ციხეში და იმის სახში დღესაც ბორდელია გახსნილი. აი ესეთი ქვეყანა გვიდა ჩვენ ვერ გავიგე? ბორდელის ჩვენ საქართველოს გვიდა თუ ბორდელების ქვეყანა გვჭირდება ჩვენ ვერ გავიგე რა ვერ ხვდები. იმ დღეს მივდიოდი კიდე კაცო და ახალოკაში ამდენი კორპუსები ლამაზი აშენდა და გადმოვედი მანქანიდან ერთი ჰომოფობი არა ვარ და არც ვიღაცა მეზიზღება, მაგრამ 40 ინდოელი კრიკეტს თამაშობდა, ჟრიამული, მიდი ქართველი ბავშვების მაგივრად დაიკავეს ინდოელმა და პაკისტანელმა ბავშვებმა უკვე ადგილი რა. თქვენ იმას ამბობთ, რომ ახლა რა არცით ადრე ქუჩაში რომ გაივლიდი ბავშვები ჟრიამული ყოველთვის ისმოდა ხოლმე. აი ახლა აი ვაკეთში ხო გაიარა და ბავშვების ხმა სტუდენტები კი ჭავჭავაძეზე. პატარა ბავშვების ხმას თუ გაიგებთ სადმე ყველა ბავშვის სახშია გამოკეტილი. გარეთ გამოსასვლელი არ აქვს, წარმოიდგინეთ რა. და აი ხდება ეს ძალიან ცუდია და რაც თქვენ ბრძანეთ უფლებებთან დაკავშირებით, წლების წინ ჩემი მეგობარი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა, ქართველი, იმან მითხრა ესეთი რა, რომ იცი რაო, საფრანგეთშიო რა ხდებაო, იცი, ქალების უფლებები დაცულია, ძაღლების უფლებებიო, კატების უფლებებიო, ყველაფერს და აი კაც არავინ არ ახსენებსო რა. ანუ კაცი საერთოდ, ანუ ყველაფერი, წარმოიდგინეთ, ყველა საფირწონეთ იყო კაცი, რომელსაც არავინ არ იცავს კაცსო. კაცი დაუცველიაო, ძაღლი, კატა, ქალი, ყველა შენ წინ არისო რა. და ეხლა რო უკვირდები, არა პრაქტიკულად იგივეს ვიღებთ, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ფულზეა ჩამოკიდებული. ცალკე ქალი კი არ აინტერესებს. და ვამბობ, ქალი და კაცი ორივე ადამიანია. აი ხა. მასზე მოქმედებს ის კოდექსი, რომელიც ეხება თანაბრად ქალს და კაცს. მოკლავს, კაცი იქნება ხალი რა მნიშვნელობა აქვს? ძალადობა ერთისგანაც დასაგმობია მეორისგანაც. და დასაჯელია, როცა დასაჯელია. მაგრამ დადგედა ქალებს უმაგრო გვერდი, რომ მათ და წაახალისო მათი ყველა პროვოკაცია. ნუ ეს დანაშაულია მართლა გეთახმებით ქართველი ესე იგი დემოგრაფიული საბჭოებს რაღაცა სახელები და გენდერულ საბჭოებს სახელი შეუცვალეს ქალი და მამაკაცის რაღაცა და დატოვეს ისევ რა საჭიროა
ცვლილება იმაში კი არ არის კაცო რაღაცა სახელში. არამედ რა საჭიროა ეს გენდერული დემოგრაფიული საბჭოები გააკეთეთ, რა უპადურება, ვინ ახართ, აი უკვე აი ბოდიში და ამ ტელევიზორში აი ამ ზოგიერთ პარლამენტას რო ხედავ, ნიშნულობა არ აქვს რომელი ფლანგიდან იყოს, აი გულის ამრევია, რო იწყლარჭებიან ამ ქალთა უფლებები, რა რომელი ქალის უფლებები აქვს ქვეყანაში შელახული. გინდა პარტიაში შედი, გინდა რაც გინდა ის გააკეთე, თავზე დაიმხე ყველა. რა უფლების დაცვაზე ლაპარაკობთ? აი ხა მართლა ბავშვების იმას არავინ არ ახსენებს, კაცო, ესე იგი ამ მე უდიდესი ტრავმა მივიღე ზაღლი რო გარდამეცვალა სოფელში, აი ხლაც მახსოვს იმ ზაღლის თვალები რა და აი იმის მერე აღარც ყოლია ზაღლი სოფელიდან ეხლა კი უკვე დაკეტილი გვაქვს, ჩავდივარ ზაფხულობით და მაგიტო ეხლა ზამთარში ხო ვერ დატოვებ მარტო და უდიდესი ტკივილი მივიგზენი და ეხლა მე არ თulis მაგალითად მიზანშეწონილად რომ ეხლა პატარა ზაღლი თუ ყავს კი, მაგრამ ხა დიდი ზაღლის იმაში 4 ოთახი ბინაში ყოლა მე ზაღლის უფლებების შელახვა მგონია პირიქით. ეს რო ჩაკეტილი ყავთ ეს ზაღლები იტანჯება უფრო. ხო და უყურეთ ფული იყოფა ამ გრანტები მოდის ამ ზაღლების იმ სხვადასხვა როლიკებს, კლიპებს ნახავთ, სხვადასხვა ვაიმე ზაღლი ბავშვი სადმე არ არსებობს, გესმის? აი სადმე რო ნახო, რომ აი კლიპი, ან გრგოლები, ან რაღაცა გადაცემები ბავშვებზე, ეგეთი რამე არ არსებობს, ესე იგი. არა, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ხოგენით ძალიან ცუდად მუშაობს. ეს არის ტრაფიკინგის და ბავშვთა რაღაცა ზუსტად არ მახსოვს სახელწოდება და სააგენტო არის, რომელიც ცუდად მუშაობს, ერთ-ერთ მშობელს აუცილებლად ჩაგრავს, თან ძალიან უსამართლოდ. ამას ფაქტობრივი მე ვნახე რამდენიმე შემთხვევა და ამიტომ ვამბობ, ძალიან ცუდად. ვინც ჩივის იმის მხარეს არიან, ისევე როგორც ის ადამიანები, ვინც გრანტს იღებს და აი ძალიან ცუდი პრაქტიკა არის და რაც შეიქმნა ესეთი ვიწრო პროფილური მიმართული ვიღაცა, ხო გეუბნებით, ვიღაცაზე არა, რაღაც გარკვეულ სეგმენტზე, ყოველთვის რაღაც გადახრები არის ხოლმე. ამიტომ არსებობს კანონი არის ყველასთვის ერთი და ვინც კანონს არღვევს და ვინც დასაცავია, ერთნაირად არის დასაცავი. ქალთა უფლებების დარღვევაზე რა უნდა ვილაპარაკოთ? შეხედეთ რუსთავაზე ქალებია, რომლებიც ჩხუბობენ, ცემენ კაცებს და რას აკეთებენ? ვისი უფლება ბატონო ნიკოლოზ, რო გაიაროთ, გაგგლიჯავენ შუას. თქვენ არ ხართ სუსტი ფიზიკურად, მაგრამ აი მართლა გაგგლიჯავენ შუაზე მაგ ქალები რომ მიუშვათ. ვინ არის? ვის უფლებებია დაუცველი? აი შეხედეთ რა დღეში არიან. კედლებზე დადიან რა და კაცების თავებზე დადიან და ახლა იმიტომ არ იქნება ოჯახები ეხლა აი ამისთანა ბოდიში და ნადიჟარის თოლში სახში მოყვანა ეხლა ბოდიში და ადამიანი რო იცის რომ შეიძლება მე აი ეს სათნო ეს კეთილი ადამიანი გარდაიქცეს იმათ რო არ მოეწონება მაგალითად რაღაცა ცისისა მოქმედება შეიძლება მე ადგეს იჩივლოს და ციხეში გაუშვას აღარ იქნება ოჯახები ეხლა არავის არ უნდა ეხლა ციხეში გაატაროს თავისი ცხოვრება კაცო და ვერ გავიგე ყველა არ არსებობს ოჯახი კონფლიქტური სიტუაცია რო არ იყოს ყველგან ხდება უთანხმოება და შენ სახელმწიფომ პირიქით რაღაცა ხელი შეუწყო ოჯახს რომ გადალახეთ პროპაგანდა იყოს რომ მოდი აპატიეთ ერთმანეთს შერიგდით მოდი მოეფერეთ ერთმანეთს მოდი გიყვარდეთ ერთმანეთი იმაში მეტროებში და ვაგიმაში ავტობუსებში არის სარეკლამო ფირნიშები მოხდა უთანხმოება დარეკეთ პოლიციაში დააჭერინეთ ქმარი აი ესეთი ისინი გადის ტელევიზორში რეკლამები და ესეთი ბილბორდები არის აი მართლა სამარცხვინოა და ვინა და ვინც ყველაფერი თქვენ რო თქვით ამ ტრაფიკინგის ისაო სამსახურიო ამ გენდერული საბჭოები და ისინი ძირითადად აი ამ გენდერულ საბჭოებს ამ ტრაფიკინგულ ორგანიზაციებს ბოზანდარა ქალები აკეთებენ რო იცოდეთ მოდი მე პირდაპირ მირყვარ ლაპარაკი და ხშირად აი იცით რა არის მაგალითად როგორც ოჯახური ძავა არ უნდა განიხილოს განქორწინებულმა ქალმა იმიტომ რომ ის ტრავმირებული არის გარკვეულწილად და არასდროს ობიექტური არ იქნება მე სახელმწიფო სამსახურში არ უნდა მყავდეს ბოზანდარა 15 ჯერ გათხოვილი ქალი არ უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში იმისი ადგილი არის ბორდელში და 9 ჯერ გათხოვილი ქალები შეიძლება კაი 9 ჯერ პარტიას რო გამოიცვლი ისიც პოლიტიკური ბოზობაა მაგრამ რა ვიცი ჩვენ ქალები ყავს ციგნებს წერენ იმ რომ 9 ჯერ ვისთან ბოდიში მქონდა სექსიო და ისინი არიან გმირები და მე არ ვიცი არ მინდა ეგეთი ბოზები მყავდეს სახელმწიფო უწყებებში ეხა კომუნისტებს რო ვაძაგებთ კაცო ვერცეთ მაღალ თანამდებობას ვერ დაიკავებდა ადამიანი ოჯახი რო არ ყავდა და მორალურად სუფთა არ იყო ესე არ იყო ეხა თქვენ უფრო მოესწარით იმ ცხოვრებას აი ევროპაშიც ეგრე იყო არ გახსოვთ პრეზიდენტის ღალატი ცოლს უღალატაო და ერთი ამბავი ატყდა და
რა ვიცი არა ეს იყო დაუწერელი კანონი არსად არ ეწერა მაგალითად ის რომ თანამდებობას არ დაიკავებდა ადამიანი თუ კი ის იყო თუ მაგალითად ოჯახი არ ყავდა მაგრამ ეხა დღეს რო უყურებ ესენი გაბოროტებული ძირითადად აი კაცზე გაბოროტებული ქალები მართავენ იმ პოლიტიკას რომელიც არის აი ეს გენდერ გამწარებული ხო გამწარებულები რომ თავისი ოჯახი რო დაენგრა და კაცზე როა გამწარებული ეხლა ხვის ესე იგი თვითონ რო არის კაცზე გამწარებული სხვა კაცების განადგურებაზე რო არის ორიენტირებული ან ძმები არ აყავთ და იმ ქალებს მინდა ამ ბოზანდარა ქალებს მინდა მივმართო თქვენ უპატრონოებო თქვენ 9 ჯერ გაბოზებულო ქალებო შვილები მაინც არ აყავთ თქვენ უპატრონოებო თქვენ შვილებს რო თქვენი შვილი რო დააჭერინოს ვიღაცა მაინტერესებს მოგეწონებათ თქვენი ძმა რო დააჭერინოს ვიღაცა მოგეწონებათ თქვენ შლუხებო თქვენ ამართა აღარ შეიძლება ვიღაცა ეხა იტყვის რომ აი რატო არის ეს კაცი ერთი თქვენ რომ მე ჩემ ოჯახში და ჩემს სანათესაოში არ ყოფილა ეგეთი რაღაცა მაგრამ უამრავი ფაქტი ვიცი თქვენც ხო იცი ადვოკატი ვარ და მე თითეული კლიენტი თითეული დაცვის ქვეშ ყოფი მტკივა უამრავი სისხლის სამართლის საქმეები ფაქტობრივად 80% არის ოჯახური ძალადობა ეს ადვოკატთა ასოციაცია კიდე მასავი აი ნაფიცი მსაჯულის გარდა რომ არაფერზე არ ლაპარაკობს პირველ რიგში უნდა გამოვიდეს თავმჯდომარე ასოციაციის უნდა გამოვიდეს ადვოკატთა ასოციაცია და ესეთი ქვეყანაში შექმნილი რო არის კაცზე ძალადობის მსგავსი რაღაცა გარკვეული რო არის შექმნილი სტრუქტურა უნდა ამოიღო ხმა ბიჭო რისთვის საყარ ერთი ვერ გავიგე რა ასოციაციაა ესა რა უბედურება კი ადვოკატმა თუ ბოდიში და არ იცის ეხლა რა ხდება ხო იცით რატო არ იღებენ ხმას მარტო მე უნდა ვილაპარაკო ეს ამ ყველაფერზე ან კიდე რამდენიმე ადამიანმა ბატონო ნიკოლოზ რამდენი წელია ვამბობ დაზარალებული სუფლებებზე ხო არა დაზარალებული სუფლება კი არა უამრავი პრობლემა მაგრამ ეს არის ყველაზე ძირითადი უყურეთ როცა შენ არის ორიენტირებული სამართლებრივი სისტემა რომ კაცის დაჩაგვისკენ უკვე არც ოჯახი იქნება უკვე არც ბოდიში და სამსახურში არ აიყვანენ ქალს იმიტომ რომ აი ხა ამათ რა გონიათ ამ იდიოტებს როსექცია მე ბევრი გამიგია უკვე მამაკაცისგან უწყე რაღაცა რო აქვს ფირმა არ ავიყვანო ძმაო ქალსო იმიტომ რომ ხვალდაზე მომივარ დამიწყებს ისტერიკებს რაღაცა მიქნა რაღაცა ეს მიქნა არ მინას შაირი ავდგებიო ეხა ზოგმა თქვა ეგრე რობოტები გამოვაო ცოტა ხანში და იმ რობოტებს დავასაქმებო რა აღარ დაასა ესე იგი ეს არის კომპლექსური ის არის გესმით აქა თორე ეხა სისხლის ამაზე და ვიღაცამ ხო უნდა ილაპარაკოს ამაზე რა დაახლოებით ის არის ამერიკაში მაგალითად სასტუმროს ლიფტში თუ შევდიოდი თქვათ მარტო კაცი თუ იდგა მარტო ქალთან არ შემოვიდოდა ძალიან გამეკვირდა მე უკვე გავიგე რომ ეს ხალი დაიწყებდა ან ისენი ყურებდაო ან მომაჩერდაო ან რაღაცაო და ამიტომ კაცი იდგა შეშინებული და ავიდეს ეს ოხერი ხალი მარტო და მე ავალ მეო ძალიან გამიკვირდა მაშინ მაგრამ ლამის მივედით აქამდე ჩვენც ხო ხედავთ აი ხა ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ მინდა ისევ დასასრულისკენ წავიდეთ იმიტომ რომ ჩვენ ახლა ერთ თემაზე ამდენი ხანი ვერ ვილაპარაკებთ ისევ მინდა დაუბრუნდეთ და მივმართო ხელისუფლებას რომ ბოლო ადექით რა გადადგით ახლა დემეტრე თავდადებული მიდიოდა იქ მონღოლების ურდოში და იცოდა რომ მოკლავდნენ ჩვენი დიდი მეფეები მიდიოდნენ მოლაპარაკებაზე სხვადასხვა აი ამ ურდოებში და იცოდნენ რომ შეიძლება ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდნენ შენი სახელმწიფოსთვის რო იცი რომ აი ამ მოსკოვში ჩასვლას აქვს ძალიან დიდი ეფექტი დაიწყება გამთლიანების პროცესი ამითი დაიწყება დადებითი ტენდენციები ჩადი შედალოცვილო ან ვიღაცა გაუშვი კაი პრეზიდენტი არ მიდის ვიღაცა პარლამენტის თავმჯდომარე გაუშვი კომიტეტის თავმჯდომარე გაუშვი საქართველოს სახელი იყოს ვიღაცა რა უბედურება წარმოდგენილი გეთანხმებით იმიტომ რომ ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ვინც არის დღეს აი ისინი ყველანი იქ იქნებიან და აქედან გამომდინარე ვისთანაც ჩვენ დიდი ინტერესები გვაქვს სამომავლოდ მე ვამბობ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას ხო ყველა იქ იქნება აბსოლუტურად და პოსტსაბჭოთა ქვეყნები ამიტომ მეც მიმაჩნია რომ აუცილებელი არის და კარგი აუცილებელი არასოდეს არაფერი არ არის კარგი იქნება თუ წარმომადგენლობა იქნება სოლიდური ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის საჭირო და ისეთ ახლა ვინ ვის მხარს დაუჭერს როცა არ უყარხარ ის მაინც ვინც არიან იმას მაინც არ შეუყვარდები როდესაც გაიზარდა ჩემი შვილის სკოლაში მაგალითად ბავშვები ამბობდნენ რუსული არ გვინდა რატო უნდა ვიცოდე ოკუპანტის ენაო და ახლა ეს ბავშვები უმეტესობა ესეა გაზრდილი და თუ ამას მიყევი და მაშინ ეს გონივრული არ იქნება მე მჯერა რომ წარმომადგენლობა ქართული იქ იქნება თუ ხელისუფლება შეცდომას დაუშვებს და არ გაერევა აქ საზოგადოების ნაწილი მაინც იქნება წარმოდგენილი რა საქართველო იქნება წარმოდგენილი
კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო მაია, დიდი მადლობა მადლობთ. და იმედია რომ რაღაცა დადებითი ტენდენციები და მე მიყვარს ხრამაისი ზოგადად, იმიტომ რომ ეს ჩემი ისტორიის პატივისცემა არის და რაც თავარია ფაშიზმის დამარცხების კი, ბატონო. სიმბოლო არის რა. და მე ძალიან დიდ პატივისცემ ამ დღესაც კი სწავლს. ბატონო, გაიხარეთ, დიდი მადლობა, დიდი დაგემშვიდობებით, მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. გემშვიდობებით თქვენს მაყურებელს დიდი პატივისცემით. გაიხარეთ, დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ. გაიხარეთ. ჩვენი სტუმარი ძვირფასო ტელემაყურებლებო იყო ქალბატონი მაია ნიკოლეიშვილი, მე მგონი ძალიან ესეთი ცოტა სხვადასხვა თემებზე გამოგვივიდა საუბარი ემოციური და საინტერესო, ამით დაგემშვიდობებით, შევხვდებით ტრადიციულად თვალ ერთმანეთს საღამოს 9 საათზე შევხვდებით, კარგად იყავით.